თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ანტიქართულმა ოცნებამ და მისმა ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა, რომელმაც პრომო ბიჭუნად არაბული სამშენებლო კომპანიის პრომო ბიჭუნად დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, ამ 1 წლის განმავლობაში ყველა პირობა დაირღვა. 6 მილიარდი ინვესტიციას პირდებოდნენ და არაფერი არ ჩანს, არცად არ არის, არც 6 მილიარდი, არც ინვესტიცია, არც ინფრასტრუქტურა, არაფერი. არაბული ინვესტიციები რეალურად არ არსებობს, ამიტომაც გაასაიდუმლოა ქართულმა ოცნებამ ხელშეკრულება, რომ დაემალა როგორ გაძარცვა რეალურად თქვენი სიმდიდრე. საქართველოს შუაგულში, დედაქალაქთან ძალიან ახლოს, უნიკალური ტერიტორიები, როგორ აჩუქა ვიღაც არაბულ კომპანიას, რომელიც უკანაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თავად ქართული ოცნება, ივანიშვილი, კობახიძეები და სხვები დგანან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი სიმდიდრე გეჩუქებინა კომპანიისთვის 6 მილიარდი ინვესტიციის დაპირება ყოფილიყო და არაფერი არ შემოდის. 1 წელი გავიდა. 1 წლის განმავლობაში არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა. საერთოდ ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში არც კი ფიგურირებს ის არაბული მხარე, რომელსაც უნდა შემოეტანა ამ ქვეყანაში მინიმუმ ასეულობით უკვე მილიონის ინვესტიცია. 6 მილიარდზე ვსაუბრობთ. ტყუილია რის გამო ეს არის მძიმე ტყუილი, რასაც თან ახლავს სისხლის, სამართლის დანაშაულის ნიშნები და აუცილებლად თითოეული ადამიანი დაისჯება იმ ძარცვისთვის, რაც საქართველოს გაუკეთეს ამ ხელშეკრულებით გასაიდუმლოებული ხელშეკრულების პირობებში.